გამარჯობათ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ჩემო გამომწერებო. დღეს მინდა რომ გესაუბროთ ამ კონკრეტული ადამიანის შესახებ. მაგას ქვია ვიღაცა ანინა დარეიშვილი. და ეს ანინა დარეიშვილი, ზუსტად რო გითხრათ რა, არის მკვლელი ბაჩანა ახალაიას ცოლი. მკვლელი რა ისე შემთხვევით მოყვანილი მას კი არ ვამბობ რა, ოფიციალურად დადასტურებულია ეს ფაქტი შემდგარი იურიდიული დოკუმენტებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით ამ ადამიანმა არაერთი ქართველი ადამიანის სიცოცხლე მოგუდა თავისი სისასტიკით, მას წაყენებული აქვს ბრალი როგორც ადამიანების წამების ორგანიზების, ისე მკვლელობის, ისე დამამცირებელ გარემოებაში თუ სექსუალურ ძალადობაზე და ძალიან ბევრი ასე გეგონებათ მის განაჩენებს რო კითხულობთ, რომ რომელიმე ფაშისტის ან საკონცენტრაციო ლაგერის უფროსის განაჩენს კითხულობთ და ნამდვილად გეტყვით ეს არ არის შეცდომა, ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ სოციუმში უახლოეს ისტორიაში ჩვენ ესეთი ადამიანის არსებობა დავუშვით. მოკლედ მაგას ყავს მეორე ცოლი, ვიღაცა ანინა დარეიშვილი, ასეთი რომელიც გამოდის და თავისი პოზიციები გააჩნია თურმე რა და ხანდახან ადამიანებს რომელიც მსხვერპლი ვართ რა არა მარტო მისი არამედ ქართული ოცნების კოლაბორაციული დამოკიდებულების მაგას ქვემოთ განმარტავ გვიჭდება იმის სურვილი რომ ამათ შევახსენოთ თავიანთი ადგილები და გვაკი ნამდვილად ვერ დავმალავ რომ ამათ ვერ ლაპარაკები მშვიდი ადეკვატური ქართული ენით ამათ უნდა აგინო და მე ვარ ის კაცი რომელიც ამათ აგინებს ამას არ დავმალავ და მოკლედ ჩემი ბლოგი გაუზიარებია და მიუწერია იქედან იქ მიუწერია რა ახლა ბაგი არ გახსნა ბაგი მისი არ გახსნა რა იმიტომ რომ შეეშინდა რომ შიგნით ჩაუდო პირში მაგრამ მაინც ჩაუდე და ასეთებს ზუსტად პირში უნდა ჩაუდო რომ არ გამრავლდნენ ეს საფრთხე არის თუ იხმარ დაცვის გარეშე ამათ შეიძლება გამრავლდნენ ესეთი ფიზიოლოგიური მოცემულობა მე კიდე სურვილი არ მაქვს ესენი რომ გამრავლდნენ და მოკლედ თავიანთ ეპისტოლარულ ჟანრში ეპიძინოს ახასიათებს ესეთი ეპისტოლარული ჟანრები იქ თურმე დაწერა რომ ისა მე დავით ნემსაძე თურმე 2008 წლის ომის დეზერტირი ვარ მე ყოფილი ვარ დეზერტირი ახლა მოდით რა არ გავექცევი ამ მომენტს აქვე უპასუხებ აგე რა ახალაია ჰიჩკოკის რეჟისურის მქონე ჯალათის ცოლს, მეორე ცოლს. ხო, ამ ანა ქვია, რაც ქვია ამას, ხო, ამ არსებას, ამას უსახელო, ნამდვილად უსახელო ნაძირალას აქვე უპასუხებ, რომ თუ აი ეგ შენ გვერდზე არ გამოაქვეყნო, ჩემი დეზერტირობის მუხლით გასამართლების განაჩენის შენი ოჯახის თითო წევრი მოვტყან მე. მაგ ნახალკის გულისთვის. აგერ გეუბნები პირდაპირ, ხო არც გვერდზე გავვივარ და არც მარჯვნივ და არც მარცხნივ პირდაპირ გეუბნები შენ ხარ ნახალჩიკი მატყუარა ყველაფერთან ერთად და შენ რო დღეს ლაპარაკობ ეს არის ქართული ოცნების დამსახურება შენ უნდა იჯდეთ ციხეში მაგრამ როგორც გითხარი უნდა იჯდეთ ცალკე კამერაში რომ თქვენ არ უნდა გქონდეთ გამრავლების საშუალება თქვენ ხართ საშიში საზოგადოებისთვის ახლა რაც შეეხება იმ ფაქტორს რომ თურმე ისა მე ყოფილი ვარ ტრისტანა წითელაშვილის ლეკვი ემზარა კვიციანის ძმაკაცი და კიდე რავი ჩამონათვალი აქ 1000 უაზრობები, მაგრამ საზოგადოებას მე ერთ რაღაცას შევახსენებ რა 2012 წელს კოცები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში ხო და როდესაც აი სიტუაცია როგორი იყო როგორც უნდათ ისე რო აშუქებდნენ ყველაფერს და მოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმ პატარა მოტივით რომ აი ეს მკვლელები რა ახალაიას ძმა კიდე გაქცეული დამალული რო არის ის ნამდვილად გაქცეული დამალული რა ხო აი ესენი არ უნდოდა ხალხს მობეზრებული ქონდა რა ტერორში იმყოფებოდა ხალხი და მიტო იძულებული გახდა მოეყვანა ბიძინა ივანიშვილი თუ არა სხვანაირად როგორ შეიცვლებოდა სააკაშვილის ხელისუფლება რა რო არ ყოფილიყო მასა რო არ ყოფილიყო განრისხებული იმაზე რასაც ესენი აკეთებდნენ კაცო ხო თქვენ სიტყვას ვერ იტყოდით ვერ მიწვდებოდით ვერავის ვერაფერს ბიჭო შეიძლება ითქვას რა რამოდენიმე ადამიანი ვიყავით ვინც სიმართლის ლაპარაკი დავიწყეთ რა ხო და მე როცა ვლაპარაკობდი ამას კი ნამდვილად მოდიოდა იქ ტრისტან წითელაშვილი და იდგა და ლაპარაკობდა თავის სიმართლის
თავის სიმართლეს, არასიმართლეს, რო ეს საზოგადოებამ შეაფასოს, მაგრამ სხვა მე იქ მოსული არ დამინახია რა. და ამაც წინააღმდეგ ჩვენება აქ ტრისტან აწითელაშვილის მიცემული სასამართლოზე ნავთლუხის სპეცოპერაციაზე როგორ გახდა თვითმხილველი მკვლელობების. და ის ბიჭები მიწავში შეწევს კაცო და გაღწნილი არიან გვამებად უკვე. და მაშინ ისინი დახოცეს სამართმა. და ხა შეიძლება მოგწონდეს, არ მოგწონდეს ტრისტან აწითელაშვილი, ეს უკვე მაგათმა არ ყვიონ ერთმანეთში. მაგრამ ესაა შემდგარი ფაქტი. მარტო ციხის ბუნტზე 7 ადამიანი დახვრიტეთ. და თუ ვინმე იმას ილაპარაკებს, რომ ის პატიმარია და ის იყო, რა ქვია, ცუდი იყო, კრიმინალი იყო და გასამართლებული იყო, მაგლოკიდი კი ნახევარი ნაციონალური მოძრაობა ციხეში რო ზიხართ, ახლა ბიძია. უნდა შემოვიდეთ და დაგხრიტოთ, მათ შორის შენი ქმარიც უნდა დახვრიტონ, პატიმარი როა დღეს. პატიმარი როა. ხო, რა ვქნათ, ახლა დავხრიტოთ შენი ქმარი ციხეში რო ზის? აი, ვეკითხები, ახლა მძუკნა დედაკაცო, ვეკითხები. 7 ადამიანი რომ მოკალით, იმიტომ რომ თურმე ციხის ბუნტი იყო სახელმწიფოსთვის, საშიში შენი ქმარი, ახლა იგზის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის. და უფრო საშიში არის ბიძია მაგი, ვიდრე ციხის ბუნტი. ხო და შენც იგუჯექი ქართულ ოცნებას ციხეში, მაგრამ გამოგიშვა. რატო გამოგიშვა? თუ შენ კრიმინალი ხარ და თუ შენ დამნაშავე ხარ, მე რა ვიცი, ახლა მე თქვენ შორის კოლაბორაციაზე მინდა ვილაპარაკო ამ შემთხვევაში. რა, იმის გულისთვის გამოგიშვა შვილი რო ყავს გარეთ? შენ თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიხარ და საშიში ხარ საზოგადოებისთვის, სახელმწიფოს უნდა ყავდეს სოციალური სამსახური, მოკიდოს ბიძია ყუში ხელი, წაგათრიოს შენ ციხეში და შენი შვილი გაგზავნოს არასწორანი იმ სოციალურ სამსახურში და აღზარდოს იქ. ესაა სახელმწიფოს ვალდებულება. შეიძლება ჰიჩკოკების შვილი კია, მაგრამ სწორი აღზრდით კიდე რაღაცა შეიძლება გზას დამდგარიყო, მაგრამ იქ თუთაშხიაში როა, თუ დაცანა ჯონჯოლი აღორიშვიცო თავისი შვილების გაზდა რით იქნება მამაშვიდზე უკეთესია რა. ეს ისე ცნობისთვის. ახლა ემზარაკვიციანი ყოფილა თურმე ჩემი ძმაკაცი. ხო, მე ემზარაკვიციანს ვიცნობ, კი, ნამდვილად. საქართველოში რომ ვიყავი, ბევრი რომ მეუბნება, ეგ სად იყავი საქართველოში? კი, საქართველოში რომ ვიყავი, მუშაობდი ესეთ რადიოში საქართველოს ხმა ერქვა და მიმყავდა გადაცემა, სამხედრო ანალიტიკური გადაცემა, რომელსაც ერქვა აკვარიუმი. და ემზარაკვიციანს ჰქონდა იქ მოსვლის სურვილი, მოდიოდა და იჯდა თქვენს წინააღმდეგ ლაპარაკობდა. თქვენ ვერ მოდიოდით იქ. ვერც მოხვიდოდი შენ იქ. ხო და სხვათა შორის ის ემზარაკვიციანი, მოდი რა, ვილაპარაკოთ სიმართლე. არის შენი უფროსის, სოზარ სუბარის შვილი და ემზარაკვიციანის შვილი არიან მეუღლეები. მე როგორც ვიცი ასია. შენ თუ პრეტენზიები გაქვს ემზარაკვიციან და წადი ბიძია, შენ უფროს უთხარი, ეგრე სოზარო სუბარი ხო ყავდა უფროსად. ეხლა საზოგადოების ფართო მასამ არ იცის რა სიმართლე რაში მდგომარეობს, მაგრამ მე ხო ვიცი ეს სიმართლე რაში მდგომარეობს. ახალაია, ეს ახალაია, ნაბიჯვარი ახალაია. ეს იყო ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში მუშაობდა, იყო სოზარ სუბარის, დღეს ქოცი სოზარ სუბარის მოადგილე იყო. ეს ანი ნადარეიშვილიც მუშაობდა იმ სოზარი სუბარისთან. მეტრაკე სოზარ სუბარისთან, რომელიც არის ვასილ მაღლაფერიძის საყვარელი თეთრნიუაში, როგორ ჟიმავდნენ ეგრე კონფლიქტურ რეგიონში მუხისძირში, ყველამ ნახა მაგი. სულიციან ეს ზეპირატი კონფლიქტურ რაიონებში ვინა ეგენი იქ მონიტორინგს რო აკეთებდნენ. მაგაზე ხა არ მინდა ვილაპარაკო რა, იმ თავი სიუჟეტი არ მინდა რომ დავკარგო რა. შენ თუ პრეტენზია გაქვს ემზარაკვიციანს, ძინავდი ეგრე შენ უფროს მიმართე. შენ უფროს უთხარი, რაში იყო საქმე, რატო იყო რა გაგიჭირდა, ახლა ვერ მიაწოდე, ნომერი არ იცი თუ რა. თქვენი აფირისტი დედავატირე თქვენი, ჯერ სადახართ, მოიცადეთ ერთი წუთი რა. თქვენთან სალაპარაკო ბევრი რამე მაქვს. ახლა რაც შეეხება თურმე მე ასავალ დასავალში უშტატო თანამშრომლად მუშაობდი რა. როგორც თქვი რა, ასავალ დასავალსაც ვაძლევდი ინტერვიუს. კი, ნამდვილად იყო ეგეთი შემთხვევა. ახალაიების წინააღმდეგ ვაძლევდი, კი, ნამდვილად ელისო კილაძის გაზეთს რო ვაძლევდი ინტერვიუს, აგერა მაქვს სხვათა შორის წამოღებული ეს მასალები ყველაფერი საფრანგეთში. ვაძლევდი ამ ინტერვიუებს ელისო კილაძის გაზეთი რატომღაც არ მოიყვანა. ხა ელისო კილაძის საწინააღმდეგო თუ არ იტყვის, სიტყვას ის მისიანია. ეთყობა ის მისიანია. ხო და ხა ასავალდასელი მისიანი არ არის. ამიტომ ასავალდასალის დედასაც არ შევეცი, სიმართლეს ვიტყვი. მე კილაძის გაზეთსაც ვაძლევდი ინტერვიუს. იმის გარდა ერთ 7 გაზეთსაც ვაძლევდი ინტერვიუს.
პირველ არხზეც ვიძლეოდი ინტერვიუს, პირველ არხზე არ უბრალოდ TV პირველზეც ვიძლეოდი ინტერვიუს და იმ დროს რაც მაძლევდა საშუალებას, რომ გამემჟღარები სიმართლე კი ობიექტივზეც ვიყავი, იქაც უძახოდა სუსი თავის ეგრეთ წოდებულ ადვოკატებს და მისვამდა პირდაპირ ეთერში და მე მთავრდებოდა იმითი ეს ალექსანდრე კობაიძე ახლა იქ რომ პატიმარსფული აახია და გაიქცა სუსის ადვოკატი. ჩვეულებრივ მაგ ტელევიზიაში დამისვეს დებატებში და უტირე დედა. კი. მაგრამ ეს ამ ფორმატში თურმე მე ვყოფილი ვარ სუსის აგენტი, მე საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ აღიარებული პოლიტიკური დევნილი, სხვათა შორის ნატარიშვილს მინდა უთხრა, რომ მე ქართული ოცნების რეჟიმის მიერ არა ვარ მარტო პოლიტიკური დევნილი, მე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერაცა ვარ პოლიტიკურად დევნილი და შენი ქმრის, შენი ნაძირალა ქმრის ქმედებები აქ ჩამოტანილი იყო. და საერთაშორისო კანონის მიხედვით, როცა განისაზღვრა ჩემი სტატუსი, შენ ქმარს რაც ქონდა ჩემს წინააღმდეგ გაკეთებული და რა შეზღუდვების ქვეშიც ვიყავი და რა დევნის ქვეშიც ვიყავი, ხო? იქ მარტო ქართულ ოცნებასთან კი რა ეს ანსამბლში იქნა გადაწყვეტილების დროს მიღებული ცნობისთვის რა თუ გაინტერესებს. ხო და შენი ქმარი გასამართლებულია ამდენ კრიმინალში. რომელიმეში მართალი თუ ხართ რა არ გასწავლა თქვენმა ყოფილმა უფროსმა მეტრაკე სოზარ სუბარმა რომ უნდა წამოსულიყავე იმაში რა ქვია სტრასბურგის სასამართლოში და გაგესაჩივრებია რატო ვერ გაასაჩივრე მე იმიტომ ვერ გაასაჩივრე რომ რა უნდა როგორ გინდა შეხედო თვალებში სერგო თეთრაძის ქურიფს სერგო თეთრაძის ქურიფს შეურაცხყოფას რო აყენებში განდონო ქალო შენი დედა შევეცი მე კაცი აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო ავღანეთის ომის ვეტერანი იყო და ისეთი კი არა სერიოზული სამხედრო პირი რომელიც მე სამხედრო აკადემიაში მასწავლიდა ეგ ადამიანი ვიცი ვინც იყო რა სიმკაცრის დისციპლინის სერიოზული თაყვანისმცემელი იყო და ჯარში დისციპლინა არის ომის ღმერთი ზუსტად და ესეთი ადამიანები რომ მოკალი და შენაირი ნაბოზვრები მოვიდნენ იქ შენაირი ქმრის ნაბოზვრები მოვიდნენ მიტო არა არც თავდაცვა და არც უსაფრთხოება ქვეყანაში რაც ჩემ ფეხები გააკეთა შენ მაგარა რომ იყო თავდაცვის მინისტრი ჯარში იყო ნამსახური ჯარი იწოდა თუ რა იყო შენი ქმარი იყო მეტრაკე სოზარ სუბარის მოადგილე და დიდი ალბათობით ერთმანეთს ხმარობდნენ სადღაც კაბინეტში ეგ არის სიმართლე მე ახლა ის მეორე ცოლო ისმინე ახლა აქედან სიმართლე აი ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ რა ქართულ ოცნებას აქ იკისრება სერიოზული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ესეთი კრიმინალის მფარველობის მე ვიცნობ ახლა ის პირადად მე შევხვედრი ვარ ახლა ის ერთხელ მქონდა შეხვედრა მაგრამ მქონდა მასთან და როგორ დამთავრდა ეს შეკითხვა დამთავრდა ჩემი რეპრესიით ეგ იცის ახლა ბევრმა არ იცის გაიგებს არ გაიგებს მაგრამ არსებობს სისხლის სამართლის საქმე რომელიც არის გეუბნებით მე რა ეს ნომერი აქვს მიცემული გამოძიებული საქმე სულაშორის კარგად გამოძიებული საქმე და შემოდებულია თაროზე ქართული ოცნების რეჟიმის მიერ ეს არის რა საქმე იცი ნაციონალური მოძრაობის დროს ეგრეთ წოდებული საჰაერო თავდაცვის ტექნიკის ბუკ-ემერთების საქმე რომელიც იყიდეს უკრაინისგან სხვადასხვა ცოდვას ვერ ვიტყვი ახლა ეს დროს არა კეზერაშვილის დროს იყიდეს რა და ომის დროს ამან ვერ იმუშავა იმიტომ ეს ტექნიკა იყო ჩამოწერილი მოტორებში იყო ამოსული ეგრეთ წოდებული ბალახი და ომის დროს ამისმა უფუნქციობამ გამოიწვია ის რომ ჩვენი ქვედანაყოფები დაცვა დარჩა დაუცველი და ამ ნაბიჯვარს ამას ახალაიას ყავდა იქ თავის ხალხი დანიშნული თავის მეგრელებს უძახოდა რა რო იცოდეთ რა ეგ არის მოიყო სამწუხაროდ ესე იყო რა ეგენი არც ქართველები და არც მეგრელები არ არიან რა ეგენი ცდილობენ ასე კუთხურობით გასულიყვნენ ყოველთვის ფონს და ახალაია რო იყო თავდაცვის სამინისტროში ეს ნაბიჯვარი ეს რა იქ უნდა გელაპარაკა მეგრულად და უნდა გწოდნოდა კომპიუტერი პირდაპირ გეუბნებოდნენ მეგრული და კომპიუტერიო თუ არ იცოდიო აქ რას მოდიოდიო პირდაპირ გეტყობდნენ ამას რა აი ესეთი ტიპები არიან მაგალითად ეხლა ვინც დაჯგუფებაა საქართველოში საქართველოს სამეგრელოს გამოყოფას რო ითხოვენ რა არის ეს მაგათი ანკლავია ჩვეულებრივ რა და ესეთი დაჯგუფებები ყავდა იქ შეყრილი და ამიტო გამოირჩეოდნენ ესენი ქართველების მიმართ ესეთი დიდი ზიზღით ტრები ჩვეულებრივ რა ჩვენი საზოგადოების ჩვენი ერის ჩვენი სოციუმის
ხო და უბრუნდები რა მთავარ თემას, როცა მე ახალაიასთან გასაუბრებაზე შევედი, დამიძახეს იქეთ რა, ჩემი ნებით ხوار შევიდოდი. მე მაგაზე მქონდა გაკეთებული ეს ეს ადამიანები, რამაც საქმე გამოსაძიებელია რა, მილიონების ქონება დაიკარგა, ამას ემსხურულა. ამას ეს ჩემ მეგრელებზე ურას ლაპარაკობს, ეს ურიდიაზე, შენგელიაზე, ჯიქიაზე და ამ პროჭიაშვილებზე ხა ჯარში ვინც არის, იცოდა რა ეს ხალხი ვეგენი იყვნენ კორუფციის ღმერთები რა იქ რა. და რონალდ ახალაიას ისინი ძმაკაცები, ამათი დედა შევეცი ამათი. და რა კორუფცია აქვს და რა ნაჭამი აქვს ამა თავდაცვის სამინისტრო შუა ომის დროს საბრძოლო ბაკებიდან ბენზინს იპარავდნენ ბიჭო რაზე არის ლაპარაკი რა ვიცი რამდენი ერთი უნდა ვილაპარაკო სერიოზულად სისხლის სამართლის საქმე დევს გამოძიებულია ყველაფერი არავის ახალაიაზე ბრალი არ წაუყენებია რა ამის მფარველობისთვის იმას კი არ რომ ახალაია მიყიდა მაგრამ მფარველობა ახალაიას დროს მოხდა პირიქით დააჯილდოვა ეს ხალხი გამიგე ხო და მე დამიწყეს პოლიტიკური დევნა მაგირო ვთქვი ქართული ოცნების დროსო ჯარში აღადგინეს. შენი დედა შევეცი მე ნაციონალური მოძრაობის დროს დამითხოვეს ჯარიდან, ხო? მე იმის მერე ნაცებმა სამჯერ დამითხოვეს და სამჯერ აღმადგინეს. და ქართულმა ოცნებამ ერთხელ დამითხოვა და ერთხელ აღმადგინა და ერთხელ გამიშვა. და ყოველთვის იცით რა იყო ჩემი დათხოვნის მიზეზი თავდაცვის სამინისტროსთან? დაპირისპირება კრიმინალთან მხილება მაგათი კორუფციაში პირად შემადგენლობასთან ცუდი დამოკიდებულება. მე ასე მიმაშენდა და მიმაჩნია დღემდე რომ შეერაღებული ძალები არც ბაჩუ ახალაიას საკუთრებაა, არც ჯუარნიშერ ბუნჭულაძის საკუთრებაა, არც ნაციონალური მოძრაობის და არც ქართული ოცნების. შეერაღებული ძალები უნდა იყოს ქვეყნის საკუთრება. საზოგადოების საკუთრება უნდა მოემსახუროს ის ქვეყნის საგარეო მტრებისგან თავდაცვას, ეს ნაბოზრები ამათ ჰქონდათ პირად წყაროდ გადაქცეული. ეს არის სიმართლე, ძალიან მძიმე სიმართლე არის. ეხლა რა უნდა ამათ? მე ახალ გამოსული ადამიანი რა ჯარიდან რომელიც ჯარში რომ მსახურობ ის მსახურის ფორმა ისეთი რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა არ აქვს რა შენი სამოქალაქო უფლებებია მართლა შემცირებული ხო ეს არის სიმართლე რო გამოდიხარ არავის არ იცნობ და გიკეთებენ არასწორს გამიგე და ცდილობ ხმა ამოიღო საზოგადოებას ვერ უყურებ იმალება მე რაში დამჭირდებოდა აი დღევანდელი მოცემულობით ან თუნდაც სავალდასავალისთვის, ან ელის ოკილაძის გაზეთისთვის, ან პირველი არხისთვის, ან ტევ პირველისთვის, ან ობიექტივისთვის ეს ინტერვიუები მიმეცა. დღეს აგერ აი მარტო გეუბნებით 70000 გამომწერი Facebook-ზე მყავს, 40000 YouTube-ზე მყავს, 22000 აგერ მყავს. ჩვენივრად ვურთიერთობ საზოგადოებასთან ნებისმიერი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ჯარში რო ვიყავ მე ამისთვის დრო არ მქონდა. ეს მოიტანა პოლიტიკურმა შეხედულებებმა ასე არ ჯარში მე სხვა კარიერა მქონდა, სხვა ცხოვრება მქონდა. მე დროც არ მრჩებოდა იმისთვის მეყურებია რო ქვეყანაში რა ხდებოდა. თუმცა ვალდებული ვიყავ ეს ცოდნოდა ყველაზე მცირე. და ვალდებული და ადამიანი გაქვს იმის უფლება შენი შეხედულებები გქონდეს პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური. მე ახალაიას წინააღმდეგ ოფიციალურად პროკურატურაში ჩვენება მქონდა დაწერილი როგორ შევესწარი ახალგაზრდა ბავშვის წამებას კაცო. და როგორ შევეცადე და დახმარება აღმომეჩინა მისთვის აფხაზეთიდან გადმოსული ბიჭი იყო რომელიც იყო მსხვერპლი რა იქაური პოლიციის დამოკიდებულების ნაცვლად იმისა ესენი დახმარებოდნენ აწამეს და ბავშვ ფანჯიდამ გადახტომა უნდოდა და რო უცადე დახმარება რა ეს დედამოწყლული მინდაძე დღეს კოცებს პოლიციაში უზიეთ კაცო და ესეთი ტიპი პოლიციას ქართული ოცნების პოლიციას წარმოადგენს რა ეს ნაბოზვარი მინდაძე მამუკა მინდაძე ხო ვწდები ზუსტ ლაშა მინდაძე ამის დედას გავთხარე მამამისი ძველი ნაკაბეში ნიკარე ციხის უფროსად იჯდა იქ ამის დედა შევეცი მე ის ინდონეზე მიიყვანა ბავშვი იმიდან გადახტომა უნდოდა ფანჯიდან და ასე მითხრა შენ იმის გვერდზე დაგსვამო ახლა ანუ მე და მე მუქრენ წამებით და ამის წამების შესახებ ინფორმაცია წერილობით დადიოდა ახალაიას ზევით და ამას პრეტენზია აქვს ამ ძუკნაზე და კაც იმაზე რომ რა როგორ და რანაირად და როგორ და ცოტა აზზე მოდის ბიჭო თქვენ აზრზე ხართ რასთან გაქვთ საქმე არავის არ წარუდგენია ახალაიასთან მიმართებაში ეს ბრალი მე მოწმე ვიყავი რა ეს ბავშვი როგორ აწამეს იმიტომ რომ ქართული ოცნება კოლაბორაციაში იყო თქვენთან შემოსული ის 7 ადამიანი ციხის ბუნტის დროს რომ მოკალით ციხეში ეკითხებით მის ოჯახის წევრებს, მის დედებს, მის ქვრივებს, სიმართლე როგორ არის, რანაირად არის? მაშინ გაუშვათ ახალაია და ვესროლოთ ზურგში. თუ ეს ჰუმანური არის. პატიმარია დღეს მაგით და ვთქვათ რომ ბუნტს აწყობდა.
სწორი იქნება ეგ დამოკიდებულება, მიუხედავად რომ ის ახალაი არის, მაშინ დიდი განსხვავდებით ჩვენ მისგან ადამიანები. ეს ხო ადამიანი არ არის და მისი ცოლი ხო ადამიანი არ არის. 50 მილიონი ევრო გაიტანეს ნაცებმა კოცები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში მარტო თავდაცვის სამინისტროდან. ეს დაბუზვარი ეს. ნადარეიშვილი გამოდის და მამამისის დიდი ჩათლახი სხვადასხვა ჩავაჯვის საფლავში მაგის დედა მოვთხან მაგის მე კომუნისტური კგბ-ს მიერ შერჩეული და დანიშნული აფხაზეთი ვინც დაგვაკარგია ერთ-ერთი ეს ძაღლიშვილი იყო რა სერიოზულად ეს ნაბუზვარი ეს და გამოვა და გმირად გაასაღებს მამამის იქ კომუნისტური პერიოდის დროს პოლიტიკურ საბჭოში ტიპი ვერ დაჯდებოდა თუ კგბ იმას ბოლომდე არ იხმარდა და არ შეისწავლიდა ვინმე თუ მისი წევრი არ იყო კგბ-ს წევრი არ იყო ეს შევარდნაძის პუტჩისტი გნიდა ეს რა მე მეუბნება დეზერტირი იყავი სად არის შენი დედა შევეცი გადაწყვეტილება კი არა განაჩენი რომ დეზერტირი ვიყავი არა ბევრს დაუხმარები ვარ კაცო თქვენი რეჟიმის მიერ უსამართლოდ გასამართლებულს ზოგი დეზერტირობისთვის ყავდათ გასამართლებული ზოგი ისთვის და როგორ 1500 ადამიანი ყავდათ გასამართლებული. ვინ არის შენ ქმარზე მეტი დიდი მოღალატე მტერი და დეზერტირი? ვინ არის აი ახალაიას გნიდა დედაშევი? თუ ასეთი მაგარი იყო მისი ძმა, რატო გარბოდა? რატო არ და სახელმწიფოს წარმომადგენლები იყავით თქვენ? ყველა. ზოგი კუდი, ზოგი მუდი, ზოგი სუდი. სად გარბოდით? ვერ დადეკით პასუხი ვერ აგეთ თქვენ დანაშაულზე, მაგრამ გნიდები ხართ. გნიდები ხართ. ციხესიმაგრად გქონდათ სახლი გადაქცეული, გქონდათ სახლში ამოყვანილი, რომ გარედან ვიღაცას არ მოეწამლეთ. მიკი ყუფარიებო, თქვენ ბიჭურებო, თქვენ ბიჭო ვიზე რა უნდა ილაპარაკოთ. და გამოდიხარ და ბურჭულაძეზე და ემაზე ლაპარაკი. აი შენ იქ მარი რითი არის? ბურჭულაძე ხალხს მაინც არ კლავდა. ფულს იპარავდა, ხო? და აიფონი უყიდა მის ცოლს. და შენ მაქვარმა რა გააკეთა? რატო არ ყვები იმას? ჩემი თვალით არ მონსტრე რას უკეთებდა შენ იქ მე როგორ ამცირებდა პირად შემადგენლობას რატო არ დამიძახეს მე სასამართლოს მე ახლაც მზადა ვარ ჩავერთო მაგ პროცესში შენ იქ მის წინააღმდეგ მივცე ნებისმიერ სასამართლოს კადაბის სასამართლო რო იყო იმას მივცე მჩვენებას რაც ვნახე სიმართლე უნდა ვთქვა რა რატო არ მომეცა მე მაგის საშუალება აგერა ჩემი საქმე სტრასბურგის სასამართლოშია თქვენს წინააღმდეგ შენი ქმრის ქართული ოცნების და ასე შემდეგ. ჩვენი პრობლემა ისაა ქართველების, რომ როდესაც სერგო თეთრაძე მოკლეს, ავღანეთის და აფხაზეთის ომის გმირი და ვეტერანი. ისეთი კი არაა შენი ქმარი რო იყო. ნამდვილი ვაჟკაცი. გაუპატიურებას რო მიჭირს რა ამის თქმა რა. მაგრამ პოლკოვნიკაც რო დააბამდა უკნიდან მიადგები და აუპატიურებ და თან უღებ. და გული გაუსკდა კაც და მოკვდა რა. რა ვიცი, შენი ქმარი კიდე 4 სულიან კამერაში ზის და 7-ად არის რა. ამ ყველაფრის მე ერთი შეკითხვა მიჩნდება რა. ჩვენ ქართველებმა რატო დაუშვით ის, რომ შენი ქმარი ასე 7-ად მივიდა ციხემდე და იხდის იქ სასჯელს. შენი ქმარი იქ 1 და 2 წელი კი არა, შენი ქმარი უნდა იგდეს იქ სამუდამო პატიმრობაზე. შენ ხარ სისხლის სამართლის დამნაშავე. შენ ქმართან ერთად. ვერაფერს ვერ გააკეთებ, აი იქ 150 კაციანი ის რო ყავს, რა ქვია, მოღალატეების კამანდა რა, არ ვიცი მითხრეს იქ, თურმე ერთს მეტროში შევხვედრი ვარ, გვარამიასთან და კასეა სელფი გადაღებული და მეტროში შევხვედრი ვარ, მეტროში და მეტროში დაუზახები რა, თურმე მე გავქცეულ ვარ. და შემშინებია რა, ამ ქალის შემშინებია მე, დეზერტირს მე. და გავქცეულ ვარ აქედან და მეორე დრო დაგინახაო ბაშოს შეურაცხყოფის გულისთვის მოგთხოვო. მეორე დრო დამინახავთ ქალბატონო, სადმე მეტროს კუთხეში გავალ და კამარი მეკნება კნოპკაზე, პირდაპირ რომ პირში მოგცე ეგრევე. მალადეც, არა გებელსის პროპაგანდა კი გეხერხებათ, მაგრამ ვითარებაა შეცვლილი რა. უბრალოდ მინდა რა რომ იცოდეთ, როცა თეთრაძე მოკლეს, მაშინ ეს ალასანია მივარდა, აი ეხლა რა ბიზნესში რო გადაუშვა რა ივანიშვილმა
სერიოზული ფული რამოდენიმე ათეული მილიონი რო გადაუხადა პარტია რო დააშლებია და ხამშენებელი რო გახდა ალასანია და იმას კიუდა და იმას წიოდა რომ სერგო თეთრაძის მკვლელობისთვის დაიჭებით და რაღაცა და რაღაცა. მე რაკნა იცი იქ რომ მოვიდა თავდაცვის სამინისტროში სერგო თეთრაძე ოჯახში ვისაც ყავდა დაჭერილი ესეთი იყო გაბუნია ნაბიჯვარი ლევან გაბუნია დანიშნა დაზვერვის უფროსის მოადგილედ და მე რო არ ყოფილიყავი და დედა რო არ მეტყונה მაგათთვის ეხლა შეიძლება დაზვერვის უფროსად ყოლოდა იქა და საზოგადოება ამაზე ხმას არ იღებდა ჩვენთვის არის ეს პრობლემა ურთიერთგაფრავების, მაგრამ რეალობაში ახლა სხვა რაღაცის დანახვა უნდა შეგვეძლოს ჩვენ ქართველებს. ამის შესახებ ამ პოლიტიკური ინტრიგების შესახებ ბევრს ინფორმაცია არ აქვს რა. ბიძინა ივანიშვილი თავისი ხელით ის არასდროს არავის არ ებრძვის. მას აქვს ჩვეულებრივი ფული. რატო ვერ იტანს ეს ნატარიშვილი და ახალაიები ამ ალასანიას? იმიტომ კი ვერ იტანს, რომ მართლა ნაბიჯვარია. არა, იმიტომ რომ აღმოჩნდა ამაზე დიდი ნაბიჯვარი. ტიპი მშვიდად გავიდა ფონს რა და ნახე ბიძინამ რა გააკეთა ეს ერთი მეგრული კლანი თუ ამათ რა თქმა უნდა ანუ თავის თავს ასე უძახიან და მეც პათოლოგიას ვაკეთებ რა მეგრელებთან ამათ რა შეხება აქაც მეგრელები წმინდა ქართული სისხლის ადამიანები არიან ჩემი თავი შემოუეროთ მაგრამ თავის თავს უძახიან ეგენი დაბიჭრები ასე რა ქვეყანაში რომ უშიშროება გქონდეს სარზე გვეყოლება ეგენი წამოხეულების სინამდვილეში რა მოხდა იცი? აი ეს ახალაიას მეგრელები ივანიშვილმა იხმარა ამ ალასანიას მეგრელებით. მე ალასანიას გადაუხადა მაყუთი და კაროჩე ის მეგრელები ბერიას სინდრომით რო იყვნენ შეპყრობილი და აგერ საქართველოს ან გამოყოფის პოლიტიკური თავისუფლები და რაღაცა ისინი დარჩნენ საიტში დარჩნენ ისინი ვერა всё გააჯვენ. და აგერ ტიპმა ალასანიამ 55 მილიონი და გახდა თავარი სტრაიცელი და ბიძინა ლვინაია სერცა puchta მაგარი. აი გასიმართლე. ამის მოსმენაც არ უნდა ბევრს, სიმართლის გაგონებაც არ უნდა ბევრს, მას სიმართლეა. სააკაშვილის ტიპებს მიშა წამთ. მაგრამ სარწმუნოება ჭეშმარიტებაზე არ მოქმედებს დამიჯერეთ რა. რწმენა ერთია და ჭეშმარიტება მეორეა ხალხო. ბიძინა ყო მესია არა ვიღაცა იძახის რომ ბიძინა ივანიშვილი არის ექვთიმე თაყაიშვილი აბა არის კი ხოცებს წამთ მაგრამ ახლა ეს ხო არ ქმნის მართლა იმას ექვთიმე თაყაიშვილი ეგ არის სიმართლეა მე პირადად აი გულახდილად გეტყვით რომ ბიძინა ივანიშვილი ახალაია და ესენი არიან ერთი დიდი მოდგმა რატო არ შეიცვალა ქართულ ოცნებაში პოლიტიკური გარემო? იცით რატო არ შეიცვალა? გეტყვით და აგიხსნით რატო. იმიტომ რომ ახალაიას დაჭერა საქმეს არ შველის. გულახდილად გეუბნებთ, როდესაც პოლიტიკური სისხლი არის ჩვეულებრივ ერთი სახის, ერთი გვარის. აი, როდესაც ახალაია იძლევა დავალებას, იმ დავალებას ვიღაცა ხო ასრულებს. გააუპატიურებთ ციხეში, თქვენ რა გონიათ, ახლა ახალაია მივიდა და გააუპატიურა სერგო თეთრაძე. აი, მან თქვა რომ ესე გააკეთეთ. მაგრამ ვიღაცა ხო მივიდა და ის გაიძულა ვიღაცას რომ გაიკეთებია. ამის ბრძანების გამცემი იმის გამკეთებელზე არანაირად არ არის ნაკლები დამნაშავე. მაგრამ გამკეთებელი ხო სხვა იყო. მე არ მინდა ახლა ჩავიძირო ამ სამართლების თეზისებში, მაგრამ ამათ რო შეეკითხოთ ესენი იურისტებიც არიან, სახალხო უფლებების დამცველებიც არიან, ეგენი მაგრები არიან, მაგრამ თავისით ესმით კანონი, ოღონდ თავისებურად ესმით კანონი. ოღონდ თვითონ არ უნდა შეეყო, ოღონდ თვითონ არ უნდა დაიჭირო. ახალაია მის სისტემა რაც შექმნა და დატოვა, ის ყველა ბიძინა ივანიშვილში გადავიდა. და რა მნიშვნელობა აქვს ახლა ახალაია ჩაჯდება ციხეში თუ სისტემა ისე გაგრძელდება. ამით ხო პოლიტიკური სისხლი არ გამოიცვალა. ერთ ვენაში რო გადაუსხა ადამიანს მეორე ადამიანის სისხლი თუ ქიმიობიოლოგიურად ის არის მიმღებადი და ერთი ჯგუფის სისხლია ჩვეულებრივ ფუნქციონირებს მოხდება მომარაგება და კვება ორგანიზმის ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ეს არის ერთი ჯგუფის პოლიტიკური ორგანო და ის სისხლი რომლებიც კადრების მეშვეობით მიიღეს ჩვეულებრივ გინა ათვისებადი მოხდა და მიდის მშვენივრად რა აი
მოდი რა პირდაპირ მოგწერო რა ვიღაცა მეუნება რა. პირად შემოგწერო უკაცრავად რაღაცა გავაკეთოთ, რამდენი ქართველი ჯიგარია მაგის. ჩემო ძმაო, მე რაც შემიძლია მაგას ვაკეთებ რა. იურიდიულად, საინფორმაციო წესით მომწერე, აბა რა შემოგელოს ჩემი თავი, აბა რა ჩვენ ერთმანეთში უნდა გქონდეს კომუნიკაცია. ამათმა ერთმანეთი უკიც უნდა ჭორონ, უკიც უნდა ლანძღონ, უკიც უნდა დაანგრიონ ერთმანეთს უნდა ამხილონ. რა თქმა უნდა ეს პროცესი უფრო დიდი ხანი რო წასულიყო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამითი არაფერი არ იცვლება ახლა დღესდღეობით. მარტო უყურებთ რა იცით, სხვადასხვა იცით რა, მე მიხარია, როდესაც ლუსტრაციას ახდენენ ისინი საკუთარი თავების. იმიტომ რომ ფიქსირდებიან. არა, ბევრმა კი იცის ესენი ვინ არიან და რა არიან, მაგრამ სხვა თემა არის, მაინც რომ ესეთი ადამიანები ფიქსირდებიან. ერთი არის რა, იყო ჯალათი. მაგრამ სხვა არის, როცა ესეთ მასიურ რიტუალურ უბედურებაში გქონდეთ ხელი და ცუდი რა არის კიდე იცი, ეს ნაბიჯვარი საპატრიარქოს წარმომადგენლები რა. ახლა იასრო წმინდა გიორგის მედალს დაკიდებ ბიჭო. თქვენ ქრისტე გწამთ. სერგო თეთრაძის ქვრივი როდის ანუგეშეთ ბოლოს. რა პოზიცია გქონდა 7 ადამიანი რო დახვრიტეს ციხეში. რა პოზიცია გქონდათ ნავთლუხის სპეცოპერაციის დროს 2 ანგელოზივით ბიჭი რო დახვრეს, თუ მუსულმანები რო იყვნენ, თქვენ ხმარ უნდა ამოგიღოთ მაშინ. ისინი მუსულმანები იყვნენ? და ამიტომ არაფერი არ უნდა გეთქვათ, ხო? არა, ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს. და ეს პრობლემა ახალაიაში არ არის მარტო. ეს პრობლემა არის ჩვენი მენტალიტეტში ქართველებო. საქართველოში არ დარჩა ადგილი, რომელიც არ არის გასანთავისუფლებელი იდეოლოგიურად. ჩვენ გვჭირდება იდეოლოგიური გაჯანსაღება და ამ კრიმინალებს ამათ რა. ამათ ხმა არ უნდა მოეღებოდეთ რა. და ვიღაცა ფანები ყავს და ვიღაცა ტიპები არიან საქართველოში, რომელიც ის ამ ვიწრო კონგლომერატის, სექტის გამდიდრებლები არიან, კაცო. თქვენ არა, მე რა კრიმინალზე მაგითი ლაპარაკი. ახლა ციხეში რო უზით ირაკლი ღარიბაშვილი. რო დაიწყო ტრაგის თამაში ნაციონალურმა მოძრაობამ და ეგრეთ წოდებულმა ელჩებმა დაიბარა ისინი ყველა, უნდა ითქვას რა, სიმართლე ცალკმა არ უნდა იყოს. და ჩაურთო ახალაიას მიერ გაკეთებული ვიდეო ჩანაწერები ციხეზე. ახალაიას მიერ გაკეთებული ვიდეო ჩანაწერები ციხეზე. რა ხდებოდა თქვენ იცით იქ? ძალიან მოკლე ეპიზოდს მოგიყვებით და მის მინუს იმ ნადარეიშვილმა მაგის თითოეულ ოჯახის წევრს მან დამაინც ორალურ ხვრელში რა. მამის წინ დააბეს შვილი მერხზე და გააუპატიურეს. მამის წინ პატიმარი იყო. და ეს აქტ გადაღებული. და ახალაიას უნდა რომ პატიოსნებაზე ქონდეს ამის მერე პრეტენზია და ეს მოხდა მისი დავალებით. დანაშაული ვერ დაუმტკიცეს თურმე. ვერ უმტკიცებენ კაცო მაგას დანაშაულს. რას ლაპარაკობ? და ეხლა რო დავდო სერგო თეთრაძის სურათი, ნაწამები რო ყავთ, ნებისმიერი სოციალური პლატფორმა დამბლოკავს. რატო დამბლოკავს იცით? გეტყვით რატო დამბლოკავს? იმიტომ რომ ასეთი უხეშობა და ძალადობა უბრალოდ სოციალური პლატფორმისთვისაც მიუღებელი, არათუ საზოგადოებისთვის. კი, ეს სოციალური მედიაა და გასაგებია, რომ თავისთავად აქ მონიტორინგის და იმის სხვა თემაა, მაგრამ ასე არ არის რა. ასე არ არის. ამათთან არ მომხდარა, საქალაქო გასჯა, საზოგადოებრივი გასჯა არ მომხდარა. ამათ თავი უნდა გამოეყოფოდეთ გარეთ ამ დედაატირებულებს კაცო. ახლა ეს შენ რუსეთის აგენტო, შენ ამის აგენტო. რუსეთის აგენტი იყო მამაშენი, შენ დედა შევეცი მე. დანიშნული იყო კგბ-ს მიერ. უშუალოდ გონდა კგბ-ს ხელი მოწერილი თანამდებობაზე რომ დანიშნული იყო მამაშენი, შენი დედა შევეცი. და მამაჩემი იყო დაჭერილი კგბ-ს მიერ ეროვნული ლიტერატურის გავრცელების გულისთვის. შენ მე პატრიოტიზმი როგორ უნდა მასწავლო, შენი დედის პირი მოთხა შენი. არა, ესეცი ასე არ არის რა. ასე არ გამოვა ეს ამბავი რა. გასაგებია რომ ადამიანს შეიძლება გქონდეს განსხვავებული აზრი და ეს და ის და ის და ის.
ესე იგი რანაირი მომენტია იცი? ზღვარი არ შეიქმნა ქვეყანაში. რის მერე რა არ შეიძლება გაკეთდეს. და ამან რა გამოიწვია იცი? ყველაფერი მისაღები გახდა რა. ერში და საზოგადოებაში რა. ბოზობა, ჩათლახობა, დღეს მოკლავ ხვალ დაივიწყებენ. ავღანეთში ბიჭები რო არიან მოკლული, ქართველი ბიჭები, ესენი ვისკისერზე არიან. სააკაშვილის და ამ ნაბიჯვარი ახალაიასი რა. ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. აი ესენი ქვეყნის ინტერესებს შეეწირნენ. ჩვენ ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს გასარჩევი. ძალიან ბევრი რამე არის საზოგადოება. ვიღაცას გრანტები რო აეღო, ქართულ სისხლს უშვებდნენ ყველგან და ყველაფერზე. და ეს რომ მინისტრად იყო, კადრულობდა ყველაფერს. სიმართლეებია ხალხო დამარხული. გვამი გაიხრწნა, მაგრამ სიმართლე არ იხრწნება. მე არა ვარ იმის მოტივატორი, რომ გულახდილად გეტყვით რა, ადამიანი ხა შეიძლება რა, ქმარმა ჩაედინოს დანაშაული და ცოლი იყოს მართალი, მაგრამ ასე ბიჭო, ოჯახი იყოს ესეთი დედამოწყნულები, აი მამა დედამოწყნული რონალდ ახალაია. შვილები დედამოწყნულები, ბაჩა დედა ახალაიები და ეს ცოლინა ბოზვარი, მისი რა ქვია, სოზარა სუბარას იმიდან ბუნაგიდან გამოსული ყლექა ეს. ტრაკები დააყენეთ. ტრაკები და იმას რო იძახით რა ქვია. აქ რო იყო და იქ რო იყო და მაგაც ვიყავი და ვერ ვმჭამდით და აგერა ვარ და ვერ მომჭამოთ სულიად გეტყვით რა. თქვენი ბიჭო, მე და თან შიში და თან თქვენი. თქვენი დედა ვატი და ადამიანს კი უნდა გქონდეს ისე თქვენნაირი ადამიანების მიმართ სიფრთხილე. შიში სხვა არის და სიფრთხილე სხვა არის, მაგრამ რა უნდა გააკეთოთ? რა უნდა მაგ ვიყავი და ვერაფერს ვერ შვებოდა. აქ თუ ვინმეს რამეს თავში ოცნება მოგივათ. აგერ თქვენთვის ცდელობის გულისთვის მარტოა მარსელში ზღვის მხარეს არა ძალიან დიდი ბედნიერება იქნება თქვენთვის რა. კედელს უყურებთ მარტო ფანჯრიდან. ისეთი კარგი ოთახი კარგი იქნება და ხალაია რო წევს შიგნით. ორფერს თუ გადაადგამ მარჯვნივ მარცხნივ მარტო. პოლიტიკურ დევნილზე თავდასხმა ითვლება და აღიარებულ პოლიტიკურ დევნილზე ტერორისტულ აქტად. და მთელი ცხოვრების გატარება მოგიწევთ იქ. მე არავის არ ვაშინებ, მე აქ კაი ბიჭობას არავის არ დაუწყებ და ხელის ქნევას. მე მივაჭერ იმ წითელ ღილაკს ხელში, რაც გადმოცემული მაქვს იმის გულის იმ შემთხვევაში, რაც უნდა გავაკეთო მაგ დროს. და ინსტრუქტირებული ვარ ძალიან კარგად რა უნდა გავაკეთო. და ბოდისი ახლა რა ესა რა ქვია, გამოხატვის თავისუფლება რომ მაქვს რა და სიმართლეს რო გეუბნებით. კი. სიმართლეს ვამბობ და შეიძლება ვამბობ მკვეთრადაც კიდევაც. იმიტომ რომ ახალაიას ცოლს და ახალაიებს ზოგადად რა ამ ცნებაში ვერ დავდგები და იმას რა ქვია თქვენი ჭირიმე თქვენ გენაცვალეთ აღმატებულ ტონში შოთა რუსთაველისენით ვერ დაველაპარაკები ნამდვილად რა წერს უნდა ელაპარაკო მისენაზე გასაგებად და მტერი უნდა გაანადგურო ეს სამხედროსთვისაც მამაკაცისთვისაც პატრიოტისთვისაც არის პირდაპირი მოვალეობა. თქვენ ხართ ჩემი ქვეყნის მტრები, მე ამ წუთას ახლა ვერაფერს ვერ ვშვები. რეალურში გარდა იმისა, რომ ინფორმაციულად საზოგადოებას ვაწვდი ინფორმაციას თქვენი მოქმედებების შესახებ. რა ვიცი, გულახდილად ვამბობ, რომ კოლაბორაციაში ხართ ბიძინა ივანიშვილთან, ჩემთვის ახლა ერთი ახალაია ციხეში კიდე 10 წელი არაფერს არ ნიშნავს აბსოლუტურად რა. ყველა ვინ თეთრაძე მოკლა გამოსულია დღეს. და ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას და ბიზნესში შესულან კიდე სამშენებლო ბიზნესში სახელები და გვარები არიცი შენ ვინ მოკლა თეთრაძე ვინ დაიჭირა იმ ღამეს სამხედრო პოლიციაში რამდენი კაცი იყო ყველა ვიცი პროკურატურამ არიცის როგორ ეუბნებოდა შენი ქმრის სამხედრო პოლიციის უფროსი დაჭერილ ადამიანებს რომელსაც ბრალიც არ ქონდა დამტკიცებული გაიქეციო ისე მაკაროვის როლაო დამუღამებული კარებამდე ჩაკეცაო. შვილდარ მამას რო ეუბნებოდა ამას. სად არის ახლა ის ნაბიჯვარი? ზაგრაძე.
სად არის და ადვოკატურაში ყოფილა თურმე გადასული. არა ეგრე არ გამოვა თქვენ რო გინდათ. და სალაპარაკო და გასაკეთებელი ბევრია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. Еще не вечер. ამის თქვა მინდა მე. და ნახოთ რა, წინ არის გარკვეული მოვლენები და უბრალოდ მე ახლა ცალკე ვიწრო თემით არავის არ ჩამოვკრი რა, კრიალოსანზე, მაგრამ როდესაც აი რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი სხეული გადაისხამს მეორე სხეულს და უშვებს იქ ერთი ჯგუფის სისხლს. ამ ფიზიოლოგიურად რა ხდება ამ შემთხვევაში რა? სხეულმა შეიძლება იმუშაოს, მაგრამ სინქრონისად თანადოდ არ შეიძლება მაინც მოხდეს. ამიტომ არის ესეთი პათოლოგიები, მე ექიმი არა ვარ, მაგრამ სამეგობრო წრეები მყავს და ძალიან ხშირად გავდივარ ამ საკითხებს მათთან, იმიტომ ადამიანის სხეული და მისი ჰარმონია ძალიან გავს პოლიტიკური ორგანიზმის ჰარმონიას. ადამიანს უნდა ქონდეს სწორი შეხედულებები. არც ნეიროქირურგი არა ვარ, მაგრამ იმაში ვცდილობ ვიყო ჩახედილი. ხო და პათოლოგიები ხდება. და მაგალითად როგორი პათოლოგიები ხდება, მაგალითად შეიძლება უცებ გულთან მიმართებაში შეიქმნეს პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ადაპტირებული იყოს სისხლი ორგანიზმში. ხდება ეგეთი რაღაცა. თქვენ გინდათ ერთი კაი კონსილიუმი, კონსულატორი უნდა იყოს რა ამ ყველაფრის ქართველი ერი, იმიტომ რომ თქვენი რეამინაცია არ უნდა მოხდეს. როდესაც ბძინა ივანიშვილი, ახლა არ ვიცი ალასანიას ხელით მოგსპობ, თუ სხვისი ხელით მოგსპობ თუ რაღაცა მოხდება. როდესაც თქვენ განულდებით, აუცილებლად გამოჩნდება ძალა, რომელიც ამ სისხლს ბძინა ივანიშვილის სისტემის ვენებში გაუკეთებს პათოლოგიას. დაწყობილი მაგის სისტემა თქვენ სისხლზე საბოლოო ჯამში აუცილებლად გამოიწვევს იმ შეკუმშვებს, რასაც მოყვება ინფარქტი. ინფარქტი რა არის? სერიოზულმა კარდიოლოგმა ერთხელ ამიხსნა ძალიან მარტივად რა ეგ ამბავი. პრობლემები არ მაქვს, ჯანმრთელობის ძალიან მაგრად ცხოვრობ, ვარჯიშობ, მივსდევ. თქვენ მაგაზე ნოინერვიულობთ, უბრალოდ მაქვს ესეთი სურვილი, რომ ჩავწვდე რა. ამ სინქრონს. ბავშვობაში აი გული რო გტკენია რაღაცაზე და ატირებულ ხარ რა. აი ისეთი მიზეზით რომ მიგიტანიაო გულთან. ინფარქტი არის მილიონი ასეთი შემთხვევა. თქვენ წარმოგიდგენიათ და როდესაც სისხლის სიცვილი შენი ბუნებრივი არ არის, ხო? გულთან ვისატანის მეტი რა აქვს? კაც ნახევარი ქონება დაატოვები ესე იგი რაღაც კონძოლებს. მოხდება ეს ინფარქტი. ფიზიოლოგიურად და პოლიტიკურადაც. შვება იქნება ორივე შემთხვევაში ქართველი ერისთვის. მაგრამ გამოსავალი რა არის, იცი ამ მდგომარეობიდან ქართველი ერისთვის ის რომ ქართველებმა აქ იმის შანსი იყოს ძალაუფლება ხელში, მაგრამ თქვენ აი ახალაიებო რა. ბიძინა ივანიშვილის ინსულტი იქნება თუ ინფარქტი იქნება მწვავეთი ფორმებით ის თქვენ არ გიშვიდით. თქვენ მაგითი ფონს ვერ გახვალთ. და კიდე ბოლოს გიპასუხებ, პატივს დაგდებ, რომ თურმე რაინდ ვასაძესაც ვეტენებ, ვასაძის დედასაც არ შევეცი. როდის მე ყოფილი ვარ ვასაძის კლიზმა, პირველ თუ ვინმე ვასაძეს აგინებს, მარტო იმიტომ ვაგინებ ვასაძეს, ეს შექმნილი რო აქვს რაინდის სიფათი რა და კოლაბორაციონისტობს ამ საპატრიარქოსთან და შუა საუკუნეების რაღაცა ჯვაროსნულ გმირად რომ მოაქვს თავი რა, იდალგო დონ კიხოთზე არ ვილაპარაკებ რა, მაინდა-მაინც. და მილიონერების სკოლა რო აქვს საქართველოში შექმნილი. მილიონერების სკოლა, არც ერთი ვეტერანის და არც ერთი დამსახურებული ადამიანის შვილი იქ რო არ სწავლობს. და $10,000 რო არის მარტო წელიწადში საჭირო, რომ შვილი მიიღო, თუ თვეში არ ვიცი, კატასტროფული თანხებია რაღაც და წმინდა გიორგის სკოლა რო ქვია. ამ სკოლას, ვასაძის სკოლას. და ჯაღმაიძე რო არის მთავარი რექტორი კიდე ამ სკოლაში. მოუხან ეგეთი სასულიერო მიდგომა და ეს ახალაიოს ცოლი მეუნება თურმე ვასაძის
ეს ვასაძისის ყოფილი ვარ მე ხոտმე მე. აი ბიჭო რა. ახალი ზღაპარი მოიფიქრეთ სამართლებრივად და არასამართლებრივად არ არის ეს. უფრო სიღრმისეული რამე ჭორი შეთხსით თქვენ და შევეცით რა. მოსაწყენი ხდებით უკვე. მოსაწყენი ხდებით უკვე. სერიოზულად მოსაწყენი ხდებით უკვე რა. აი ამის თქმა მინდოდა მე და სხვადასხვის ამ თემის დატოვებას არ ვაპირებ რა. ახლა არის ის პერსონა რომელიც ციხეში უნდა დაიმარხოს. ამიტომ მაგის განაჩენი უნდა იყოს სამუდამო პატიმრობა ციხეში. და მე ამ განაჩენში, მაგის განაჩენში ადრე თუ გვიანვე შევიტან როლს და წვრილს. მე არ უმალავ, მე ამათი უბედურება მაბედნიერებს. მძიმე სათქმელია, მაგრამ ჩემი ქვეყნის მტრის უბედურება მე არ მწყენს. და პირიქით, როცა ჩემი ქვეყნის და ერის მტერს უყურებ მძიმე მდგომარეობა, ბაში მე ეს მიხარი არ მწყენს. ესეთი ადამიანი ვარ მე რა, ჩემი ერის გამუბედურებელი რო წვალობს, მე ეს არ მწყენს. და არ უმალავ ამას, მე ვარ დაუძინარი მტერი ქართული ოცნების, დაუძინარი მტერი ვარ ნაციონალური მოძრაობის, დაუძინარი მტერი ვარ ამ კონკრეტულად იმ ადამიანების, ვინც კაცობრიობის წინაშე ცოდვები ჩაიდინათ. და არ ვეთანხმები იმას, რომ დღეს ადამიანმა მასიური მკვლელობები გააკეთოს, ხვალ გამოვიდეს, სამშენებლო კომპანია გააკეთოს, თავისი მკვლელები გადანერგოს და რაღაცით დააკავოს. მე ასეთ მიდგომებს არ ვეთანხმები რა. მე მივიჩნევ ამას ძალების აკუმულაციის ერთ-ერთ შესაძლებლობად და საშიშად საზოგადოების ზურგში ჩასაფრებულ რაღაცა ქვედანაყოფად რა. ამიტომ მტერი უნდა გაანადგურო, ბოროტი უნდა გაანადგურო, უნდა მოსპო აუცილებლად და მით უმეტეს ქვეყნის მტერი, როგორც მაკიაველი ამბობს, თუ ერს მიეცა იმის შანსი, რომ იყოს თავისუფალი, მან მისი მტრის და მოწინააღმდეგის შვილთა შვილების შვილებით თუ არ მოსპო, იმ ერს მომავალი არ აქვს. ჩვენ ვალდებული ვართ, გამოვიყენოთ სისხლის სამართალი ამათთან მიმართებაში. ჩვენ ქართველი ერი ამის ვალდებული ვართ. რო ეს გავაკეთოთ, ვიღაცას მოსწონს ეს, თუ არ მოსწონს ეს უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ ცივილიზირებულად, შეთანხმებით საერთაშორისო კანონთან, შეთანხმებით საზოგადოებრივ ნორმებთან. ჩვენ არ უნდა გავხდეთ ახალაიები, მეგის გარდავები, სააკაშვილები და ივანიშვილები. მე ვამბობ ყოველთვის ამას, ისაც უნდა ახლა ამ სიტყვებში ეძიოს პრობლემა. მე ვამბობ და პასუხს ვაგებ იმაზე, რასაც ვამბობ და რა თქვენ რასაც შეთხზავთ მოგვიანებით. და მშვიდები ანის ნატარიაშვილს.